საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი ახლა საჯარო გაშლით. ოპა. თქვენი ადამიანზე, თქვენს პარტნიორზე სასაუბროთ. აბატონო, ამოვარდა ორი კარტი, ეს არის. მოკლედ ამ ადამიანს თითქოს და განმარტოება უნდა, თითქოს და დასვენება უნდა, ფინანსებიც უნდა, სიმდიდრეც უნდა და ანუ ყურეთ, თქვენმა პარტნიორმა თითქოს რაღაც დათესა და ეხლა ნაყოფს ელოდება. აი, მოდი ეხლა ესე დავარქვათ ამ ჩვენს საჯარო თემას. რას ელოდება თქვენთვის ჩაფიქრებული პარტნიორი? რას ელოდება თქვენთვის ჩაფიქრებული პარტნიორი და ძალიან დიდი მესაკუთრეა, თუმცა გულწრფელად მუშაობს ეხლა თავჩახრილი და ელოდება შედეგს. ჩემო ძვირფასებო. კარგი, ძალიან კარგი. რას ელოდება? აი, რისთვის უნდა ეს ფინანსები თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს? რას ელოდება თქვენი პარტნიორი? ძალიანაც კარგი. აბა დავიწყოთ ჩემო მეგობრებო, რას ელოდება თქვენი პარტნიორი? დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, იმედია უკვე ჩაიფიქრეთ პარტნიორიც და დავიწყოთ, რას ელოდება თქვენი პარტნიორი? აი, იგივე კარტი. თქვენი პარტნიორი ეხლა ისვენებს, მიტოვებულად გრძნობს თავს, ღამე უძილობა აქ არ ძინავს და ძალა. რას ელოდება მეგობრებო და აი რას ელოდება და წასვლაზე ელოდება, წასვლაზე ფიქრობს, ღამე არ ძინავს, მოკლედ. ძალიან დიდ დანაკარგებშია და მოგონებებშია, ძალიან განიცდის და იხსენებს წარსულს. წარსულში რა იყო ეხლა ჯერ არ ვიცი, მაგრამ გავიგებ. მოკლედ რაღაც რიტუალებზე საუბრობს, მიჯაჭვულია თქვენთან. რა რიტუალებზე საუბრობს, ამასაც გავარკვევთ ჩემო მეგობრებო, ასე რომ არ ინერვიულოთ. მოდის ბრძოლით, მოდის მეგობრებო გზაშია. აი მოდის, მოსვლაზე ფიქრობს, არა, მაპატიეთა კი არ მოდის, მოსვლაზე ფიქრობს, ღამე არ ძინავს, იხსენებს წარსულს და მოკლედ მიჯაჭვულია, ამ ფიქრებზე გადაჯაჭვულია, გადაბურკილია, რო იტყვიან. კიდევ ის რომ თავიდან უნდა ყველაფრის დაწყება, ნოლიდან უნდა ყველაფრის დაწყება. კი, მეგობრებო, უკვე ამბობს იმდენი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ უკვე ვიცი როგორ უნდა მივიდეო. როგორ ყელაღერებული და სერენადებით უნდა მივიდეო, იცის უკვე. თუმცა იმიტომ რომ ძალიან დიდ დანაკარგებშია. ამ დანაკარგებმა გონზე მოიყვანა მე მგონი, მაგრამ ვერა მეგობრებო, აი მანიპულატორს რას უშველით. აი მისი ენერგიები. უფალს ევედრება შველას და უფალს ევედრება ამ ურთიერთობის დაბრუნებას, რომ თქვენამდე როგორღაც მოუშვას. აი თქვენ კიდევ მას ელოდებით. თვითონ ფიქრობს, რომ თვითონ ამბობს, რომ თქვენ მას ელოდებით. ეხლა მინდა ვკითხო, ტრანსფორმაციაშია მეგობრებო. აი ტრანსფორმაციის მერე გამოვა. გამოვა მეგობრებო. უკან არ დაიხებს არაფერზე. ოჯახამდე მოხვალთ. კი ბატონო მეგობრებო. მოკლედ თვითონ რასაც საუბრობს ეხლა ამ კარტით, ამ დასტით, ჩემო ძვირფასებო, ოჯახამდე უნდა თქვენთან ერთად მისვლა. თუ ოჯახი გქონდათ, ოჯახში დაბრუნება უნდა, თუ არა და ოჯახის შექმნა უნდა. მოდი ეხლა მე მინდა ვკითხო ამ ჩემი ახალი დასტით. ამ ჩემი ახალი დასტით მინდა ეხლა ვკითხო მე თქვენს პარტნიორს. დამოუკიდებლობა უნდა, თავისუფალი უნდა რომ იყოს სულ, მაგრამ აი თავისუფლება როგორ გამოვა მეგობრებო? სულ თავისუფლება როგორ გამოვა? აი როგორ ადამიანად აღგიქვამთ და თავისუფალ ადამიანად აღგიქვამთ. თქვენ ხედავთ ეს ადამიანი ძალიან თავისუფალს, უდარდელს, აი შორს მხედველს, აი დააკვირდით. აი ყველგან იხედებით, ყველაფერს აკვირდებით, აბსოლუტურად ყველაფერი გაინტერესებთ, ვინ სად რა როდის. ეს თქვენ ხართ და ესე აღგიქვამთ, როგორი ხართ მისთვის და ცნობის მოყვარე, ძალიან ისეთი დამოუკიდებელიც, აი ყველაფერი რო შეგიძლიათ, ისეთი ხართ მისთვის. კიდევ როგორი ხართ მისთვის, როგორი ხართ მისთვის და საიდუმლოებებით მოცული ადამიანი ხართ მისთვის.
ეს კიდევ არის მეგობრებო მისტიური ადამიანი ხართ მისთვის. ეს კარტი არის კიდევ წინასწარმეტყველების კარტი. ეს კიდევ არის ტრანსფორმაციის კარტი, რომ თქვენი ურთიერთობა როგორც თვითონაა ტრანსფორმაციაში, წეგან ამოვიდა ტრანსფორმაციის კარტი, თქვენს ტრანსფორმაციაში იმყოფებით ეხლა და მოკლედ შესაძლებლობები გაქვთ რაღაც არანორმალური. აი ეს ადამიანი აღგიქვამთ მაგად, ყოვლის შემძლე ადამიანად, აი ტაში გამაჟრიალა, აი ესეთი ხართ მისთვის. აი სადღაც შეიძლებაც და ჯადოქარი, აი ვეძმა ხარო შეიძლება ფიქრობს, აი კალდუნია ხარო შეიძლება უთქვია თქვენთვის, რომელიმესთვის. აი ხო ხვდებით რის თქმაც მინდა, კი? აი ესეთ ქალად მიგიჩნევთ, ესეთ ადამიანად მიგიჩნევთ, ესეთ მამაკაცად მიგიჩნევთ. ვინც მიყურებთ, ეხლა თქვენ არ აქვს მნიშვნელობა, ჩემო ძვირფასებო, ეხლა უცებ ისე დატრიალდა. ჩემს ირგვლივ ყველაფერი თავბრუ დამეხواړო, აი ძალიან ისეთი ენერგია მოდის თქვენგან, რომ აი არ ვიცი, ძალიან ძლიერი ენერგია მოვიდა თქვენგან. აი ისეთ ადამიანად აღგიქვამთ. დატრიალდა სახლი ჩემო ძვირფასებო, გავჩერდი უცებ. თქვენ ხართ კიდევ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია, რომ თქვენთან მყოფი ადამიანები ტრანსფორმაციაშიც გაუშვას. აი ესეთ ადამიანად აღგიქვამთ თქვენი პარტნიორი. ანუ თქვენთან შემოსული ადამიანი თქვენ სიახლოვეს, თქვენ სამეგობრო წრეში, აი თქვენს ირგვლივ ვინც შემოდის, ნებისმიერი ადამიანი გადადის ტრანსფორმაციაში. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, თქვენ ხართ მისი აი შთაგონება, თქვენ ხართ იმედი, აი ძალა, ოცნება, მიუღწეველი ოცნება ხართ, მიუწვდომელი. აი რა ვთქვა, აი ნახეთ ამ კარტს რა აწერია კიდევ. მორგანა, ანუ ხვდებით ხო რას ნიშნავს, ყოვლის შემძლე. თუ გაქვთ ეს კინო ნანახი, აი ამ ქალზეა ზუსტად მორგანა. ეს ფილმი თუ გაქვთ ნანახი, მეგობრებო, მე ნანახი მაქვს. უმაგრესი ფილმია. ქალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი პარტნიორი დაიჭიროს აი ესე ხელში. კი, აი ესეთ ქალად მიგიჩნევთ. კიდევ როგორი ხართ მისთვის? ძალიან მაგარია. ამიტომ უნდა თქვენთან ოჯახი, რომ ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ და თქვენთან ერთად ის არ დაიკარგება. კი, კიდევ როგორი ხართ მისთვის? ხო, როგორი ხართ და მოქნილი. აი არ არსებობს, აი როგორი ხართ მისთვის, ნახეთ რა ხატია, სპილო, ძლიერი, უძლიერესი. აი უძლიერესი, აი არ ვიცი, სპილო იცით ალბათ როგორი ცხოველიც არის. უწყინარი და ძლიერი. კი. თუმცა ჭიანჭველას ფეხს არ დააბიჯებთ. აი ესეთი ადამიანები ხართ, სპილო, რომელიც ჭიანჭველას ფეხს არ დააბიჯებს. კი, ასეთ ადამიანად მიგიჩნევთ. და კიდევ როგორი ხართ მისთვის? ძალიან მაგარი, ბევრი სიმთქმელია ეს დასტა. ძალიან აი ნიჭიერი ხართ. თქვენ ხართ ძალიან უნიჭიერესი ადამიანი. მეგობრებო, აი აქ თუ დააკვირდებით, ხაფანგია. ანუ თქვენ იცით, ადამიანი თუ კი თქვენ გჭირდებათ, ნებისმიერი ადამიანი თქვენს ხაფანგში როგორ მოამწყვდიოთ. ეს კიდევ არის რაღაცნაირი გრამატიკული თუ რაღაც თეორიული ხელსაწყო, რომელიც აი ესეთ რაღაცებს ხაზავს, განსაზღვრავს, აი უნიჭიერესი ხართ. უნიჭიერესი, შეიძლება ეხლა ბევრი ხაზვის ნიჭით, ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი მიყურებდეთ. შეიძლება ბევრს რაღაც ისეთი პროფესია გქონდეს, მუსიკოსიც იყოთ. აი რაღაცა ნიჭით დაჯილდოებული, რომელიც სამყაროსთან ძალიან ახლოს არის. აი ნებისმიერი თქვენი საქმიანობა სამყაროსთან ახლოს არის. აი ნახეთ მზე და ირგვლივ ორბიტა. აი ყველაფერი შეგიძლიათ. ძალიან მაგრები ხართ და როგორ მინდა ბევრი ვისაუბრო და კიდევ როგორი ხართ მისთვის. ორი კარტი ამომყვა. მოკლედ როგორი ხართ მისთვის და ძალიან მაღალ საფეხურზე დგახართ, ყოველთვის ამაღლება, სულიერად მაღალი ხართ მისთვის. აი სულ წინ მიდიხართ, სულ სიკეთისკენ მიდიხართ, ნახეთ გიყვართ ყველაფერი ბუნებასთან ახლოს ხართ და აი ეს კალამი გიკავიათ ხელში, რო იტყვიან სურვილების კალამი, ჯადოქრის კალამი, აი ჯოხი გიკავიათ ხელში და ეს არის კიდევ ის, რომ
თქვენ ხართ მისი კარმა. ეს წინა საჯარო გაშლაშიც ამოვიდა, თქვენ ხართ მისი კარმა და ძალიან მკაცრი ხართ ახლა მისთვის. აი ესეთ ადამიანად მიგიჩნევთ თქვენი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო და თქვენთან გზები გახსნილია ყოველთვის, როდესაც იმყოფება თქვენთან ერთად. მე კი გელოდებით კომენტარებში და აბა დროებით.